მინდა საუბარი დავიწყო ნიკა გილაურთან, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ეს გიორგი ისაკაძეა, რომელიც ბიზნეს საპროტესტო აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებს და დამატებით საჯარო მტკიცებულებას თხოვს ვიდეო კომენტარის სახით. მე მივმართავ ბიზნესს, რომ შევიკრიბოთ კვირას პირველის ნახევარზე BMG-ში და ვილაპარაკოთ. მიმართვას ის ჟურნალისტის საფარქვეშ ავრცელებს, თუმცა რეალურად წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად ბიზნესის ბულინგშია ჩართული და მათზე ზეწოლას ახდენს. შეუერთდნენ ანტისამთავრობო პროტესტს. ნიკა გილაური, ნაცმოძრაობის რეჟიმის პრემიერი და გიორგი ქადაგიძე, ნაცმოძრაობის ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, ამ ზეწოლის კამპანიაში ისაკაძესთან ერთად აქტიურობენ. პლატფორმა, რომელსაც თავისუფალი ბიზნესი დაარქვეს, სადაც პროტესტში მონაწილე კომპანიებია ატვირთული, ერთგვარ შავ სიას წარმოადგენს. გიორგი ისაკაძე კი ერთგვარ შუამავალს, რომელიც ბიზნესს აფრთხილებს, რა უნდა ქნან იმისთვის, რომ შავ სიაში არ აღმოჩნდნენ. ვინც საქართველოში არ იმყოფებით, 24 საათი თავი ახლა ჩარგული გაქვთ ტელეფონებში და ამათი დედას ძახილით, ამოატრიალეთ ეს ტელეფონები, ჩაწერეთ თქვენი ვიდეო მიმართვა და გამომიგზავნეთ. გიორგი ისაკაძის მაგალითზე კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნაცობა პარტიული კუთვნილება კი არა იდეოლოგიაა. სულაც არ არის აუცილებელი ამ პარტიის წევრი იყო იმისთვის, რომ მისი დანაშაულებრივი და მავნებლური იდეოლოგია პრაქტიკაში გაატარო. ბატონი ისაკაძე დღეს რომ მორალური პედესტალიდან მოძრაობს ბიზნესს, თუ რა იქნება მათი ეგრეთ წოდებული სწორი სამოქალაქო პოზიცია და რა უნდა გააკეთონ ამისთვის. ამოატრიალეთ ეს ტელეფონები, ჩაწერეთ თქვენი ვიდეო მიმართვა. 2012 წლამდე ნაცების ბიზნეს რეკეტში ინსტრუმენტს წარმოადგენდა, რომელსაც კონკრეტულ დანაშაულებრივ სქემაში ჩართვა დაევალა. საუბარია ბანკი ქართულს გაკოტრების საქმეზე. მაშინ აღნიშნულ სქემაში, რომელიც ზურაბადეიშვილმა შეადგინა, რეჟიმს ის ბიზნესმენები სჭირდებოდა, რომლებიც ბანკი ქართულს მოვალეებს წარმოადგენდნენ და ზურაბადეიშვილმა ასეთი ბიზნესმენების არჩევის დროს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით იხელმძღვანელა: სანდოობით. ბიზნეს რეკეტით ცნობილი ნაცრეჟიმი კი მხოლოდ იმ ბიზნესმენებს ენდობოდა, ვინც რეჟიმს ემსახურებოდა. ხოდა სისხლიანი რეჟიმის სანდო ბიზნესმენების სიაში, ვისაც ხელოვნურად ბანკი ქართულ უნდა გაეკოტრებინა, ბატონი გიორგი ისაკაძეც მოხვდა. გაზეთ ვერსიის 2012 წლის გამოცემაში ვკითხულობთ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და აჩვენა, რომ 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურა ბადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა. ზურა ბადეიშვილმა ჯაბა ებანოიძეს ქართულ ბანკის გაკოტრების სქემა გააცნო და მისი განხორციელება დაავალა. აღნიშნული პირები დაუკავშირდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც ქართულ ბანკში საკრედიტო დავალიანება ჰქონდათ, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის საწარმოებს, შპს ლოგოსსა და ამხანაგობა თეთრ სახლს. ახლა კი უფრო კონკრეტულად, თუ როგორ სქემაში იყო ჩართული გიორგი ისაკაძე და მისი კომპანიები. ადეიშვილის გეგმის თანახმად ბანკი ქართულს მოვალე სუბიექტებისთვის იქმნებოდა გამოგონილი საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა თითქოს და წარმოშობის დრო გაუსწრებდა ბანკის იპოთეკის გირავნობის რეგისტრაციის თარიღს. ამის საფუძველზე იქმნებოდა ქართულს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების დაყადაღების და აღსრულების გზით სახელმწიფო საკუთრებაში მოქცევის ფორმალური საფუძველი. შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით ფორმალურ აუქციონებს ატარებდა და საბოლოოდ ქონება სახელმწიფოს კუთვნილებაში გადადიოდა. სახელმწიფო კი შემდგომ თანამზრახველ ბიზნესმენებს საკუთარ ქონებას პირდაპირი წესით მიყიდვის გზით უკან უბრუნებდა. საბოლოო ჯამში წაგებული მხოლოდ ბანკი ქართულ რჩებოდა. დღეს რომ თავისუფლებას აძლევს და ბიზნესს კარნახობს რა არის სწორი და რა არა, სწორედ იმ გიორგი ისაკაძის ჩართულობა ვნახოთ აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც ადეიშვილმა სანდო პარტნიორად მიიჩნია. ბანკი ქართულ სისხლის სამართლის საქმეში წერია. შპს ლოგოსის დამფუძნებლისა და ამხანაგობა თეთრი სახლის თავმჯდომარის გიორგი ისაკაძის თანხმობითა და დახმარებით შპს ლოგოსის 2007 წლის თებერვალ-ივლისის დაზუსტებულ დეკლარაციაში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ლოგოს წარმოეშვა 4,510,634 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება, ხოლო ამხანაგობა თეთრი სახლის 2007 წლის იანვარ-დეკემბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი
ყალბი მონაცემები რის საფუძველზეც ჟპს ამხანაგობა თეთრ სახლს წარმოეშვა 7,297,984 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. ყალბის საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის კადაღა დაედო ბანკ ქართუს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას, რის შემდეგაც საგადასახადო სამსახურმა საახსრულებლო ბიუროს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა რეალიზაციის პროცედურების დაწყების მიზნით. სწორედ ეს ადამიანი, რომელიც ნაც რეჟიმს პოლიტიკური ინტერესების გამო ბიზნესის რეკეტში ეხმარებოდა, დღეს ობიექტური ჟურნალისტის იმიჯით ახდენს ძეწოლას ბიზნესზე. ჩვენ გიორგი ისაკაძესაც დავუკავშირდით, თუმცა ჩვენმა კითხვამ გააღიზიანა და უპასუხოდ დაგვტოვა. თქვენ მოუწოდებთ ბიზნესს დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები, ამოყონ თავი ტელეფონიდან თავი ამოყონ და დააფიქსირონ პოზიციები. ამოყონ და რაღაცა კარგად წაიკითხეთ, რასაც ვითხოვ იქა და შემდეგ დამირეკეთ და მოგცინთ კომენტ. რეალურად ხომ არაფერია შეცვლილი გარდა ერთისა. ნაცმოძრაობას ძალაუფლება არ აქვს. ამიტომაც რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნები ბიზნესზე ბულინგის გზით ახდენენ ზეწოლას. ისაკაძე კი როგორც მათი სანდო პარტნიორი, მის ხელთ არსებული რესურსებით ცდილობს იგივე ძალების დახმარებას და მათი ინტერესების გატარებას. ბატონი ისაკაძე აღიარა, რომ ის ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში ნაციონალურ მოძრაობის დროს. აი ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი კათედრიდან გვესაუბრება მედიიდან, ადამიანი, რომელიც საკუთარი აღიარებითვე ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული, შეგახსენებთ ბანკი ქართუს საქმეს. ერთი რომ რა არის ეს თუ არა ცინიზმი, როდესაც ცენზორები მედიის დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან, ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებაზე გვესაუბრებიან და მეორე ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში ამ სტუდიებში შეკრება და ეს ვებგვერდები ემსახურებდა, ამიტომაც არის შერჩეული ბატონი გიორგი ისაკაძე, როგორც სახე ბიზნესის რეკეტისა, რომ ყველას ასე ვთქვათ შეუთვალონ, რომ თუ კი რამე მოხდა, ზუსტად ისეთი რამ დაემართება ამ ბიზნესებს, რასაც მათ დამართა ნაციონალურ მოძრაობამ, გიორგი ისაკაძის, ნიკა გილაურის და სხვა ასეთი ოდიოზური ფიგურების მონაწილეობით. ახსნაც კი არ სჭირდება, რამხელა ფარსთან გვაქვს საქმე, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ ისაკაძე დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეგრეთ წოდებული ობიექტური ჟურნალისტის პოზიციიდან აფასებს. ის წარსულში ადეიშვილის ნდობით აღჭურვილ ბიზნესმენს წარმოადგენდა, რომელიც ბანკი ქართუს გაკოტრების სქემაში მონაწილეობდა. ანუ იმ ბინძურ თამაშში ჩაერთო და დღესაც ნაც რეჟიმის მაღალჩინოსნებთან ერთად ახალ ბინძურ თამაშში აქვს კონკრეტული როლი, რასაც ბიზნესზე ზეწოლა ჰქვია. გარდა ამისა, დღეს რომ რეალურად აი ამ ძალადობრივი აქციების შესახებ ამბობს. მე ვთვლი, რომ ყველანაირი რუბიკონი და წითელი ხაზები გადალახულია. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჩვენი ყოველდღიურობა გაგრძელდეს სასოწარკვეთილი ქალის კივილით. და სად იყო გიორგი ისაკაძე მაშინ, როდესაც მთელი საქართველო 9 წლის განმავლობაში სასოწარკვეთილი იყო და კივილის უფლებაც კი არ ჰქონდა არავის? სად იყო 7 ნოემბერს? სად იყო 26 მაისს? სად იყო ახალგაზრდებს, რომ ქუჩაში ცხრილავდნენ? ამ კითხვაზე პასუხიც ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეშია. კერძოდ ეს პასუხი სწორედ იმ აბზაცში იკითხება, საიდანაც ვიგებთ, რომ დანაშაულებრივ სქემაში სწორედ ნაც რეჟიმის მიმართ ლოიალური ბიზნესმენები ჩართეს. აი სწორედ იქ, იმ რეჟიმის გვერდით იდგა ისაკაძე და დუმდა რეჟიმის დანაშაულებებზე, ან მონაწილეობდა ამ დანაშაულში. დღესაც იგივე ხალხთან დგას და დღესაც მათ რევანშისტულ გეგმებში მონაწილეობს.